ეთერში ბრუნდები და განაგრძობ ჩვენს გადაცემას. შემოგვერთა მეორე სტუმარი პეტრე მამრაძე. ბატონო პეტრე, დიდი მადლობა რომ მოვბრძანდით და ბატონო პეტრე, რა თემაზე მინდა რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ, აი ისევ აქტიურობს ევრობიუროკრატია. მას შემდეგ რაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოიარა სამარყანდი ევროკავშირის შუა აზიის სამიტის ფარგლებში, იმავე პათოსით ჩავიდა კაია კალასი აზერბაიჯანში, მანაც გამოხატა ესეთი მზადყოფნა, ხომ ჩემი სიტყვებით ვიყვე თანამშრომლობისთვის და თითქოს მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ეხლა მთლად უკანასკნელი სიტყვებით არ უგინებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ხისტად გააკრიტიკა, მხოლოდ იმისა, რომ ალიევის მუდმივად ხასიათდება დასავლეთის ევროკავშირისა თუ ამერიკის შეერთებული შტატებთან განსაკუთრებით ევროკავშირის კრიტიკით და ისევ აღმოჩნდა, რომ ესე განგანზე გვივლიან ევროკავშირები და განიხილავენ აი ამ მარშრუტს, რომელიც შუა აზიიდან წამოიღებს ტურისტებს ევროპისკენ და საერთოდ არ ახსენებენ საქართველოს. უკვე სახალხო პარტიამაც მიიღო ხო თავისი რეზოლუცია, რაღაც ითხოვენ ლამის ივანიშვილის ქართული ოცნების გაკულაკებას, გაციმბირებას, რას და იგივე აღარ მინდა გავიმეორო კიდევ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ დავკარგოთ ქართველები, მაგრამ შეიძლება გავყინოთ კანდიდატის სტატუსი, გავაქვთ ვიზა ლიბერალიზაცია და დაბალ რანგის წინ ხალხთან დავიწყოთ ურთიერთობა. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ქართული ოცნება ისეც, რომ იწევს ევროკავშირის ბიუროკრატის ასეთ გააფთრებას? ისეთი რაღაცები გააკეთა, ჭალებში ვამოვცადია ამას. მაინც დავიწყებდი იმით, ერთი მადლობელი ვარ მოწვევისათვის, მე მომასწარი მეთქვა, რომ ისე თქვენთან ვარ და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი, ყველაფერი, რაც კეთდება ევრობიუროკრატიის მხრიდან და მათ შორის ევროპარლამენტარები არიან, რომელსაც ბიუროკრატიაში ვერ ჩათვლი. ეს არის დემონსტრირება, აი სრულმასშტაბიანი დემონსტრირება იმ დიდი კრიზისისა, იმ სტრუქტურების გახსნისა, რაზედაც პატიოსანი, წესიერი ევროპელი მეცნიერები და მათ შორის ძალიან კარგები, აი ნეტამეტი იყო სოფლიოში ასწევი, წერდნენ უკვე 90-იან წლებში. მე შემიძლია ბევრი ციტირება, თქვათ ასეთი ფრაზები, როგორც საბოლოოდ ევროკავშირი ჩამოყალიბდა უკვე სტრუქტურად, სადაც ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ და ასეთი სტრუქტურა სიცოცხლისუნარიანი არ არის. ცალ-ცალკე ევროპის ქვეყნებში სახდება მოგეხსენებათ. აი ახლა გამოვიდა შესანიშნავი ღრმა წერილი ჯეიკობ გრიგიელის, ეს არის რაც შეეხება გეოპოლიტიკისას თქვათ, ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში. კლასიკური წიგნების ავტორი. და ის წერს, რომ ძალიან ცუდი ნიშანია, როცა საგეოპოლიტიკაში განაცხადები არის ისეთი, რომელიც უზრუნველყოფილი ქვეყნის რესურსებით არ არის. და ეს ეხება საფრანგეთსაც, ეს ეხება ბრიტანეთს, ეს ეხება პოლონეთს და ბევრ სხვას. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ასეთი ქვეყნები ბოლოს და ბოლოს ამ ბლეფის შედეგად ხდებიან მსხვერპლი იმ ძლიერი ძალის, რომელიც ამ ბლეფს გამოიყენებს, მაგრამ ხარ ჩერდებიან. აი ხტო რო თქვათ, უდიდეს უსამართლობას აქვს ადგილი. აი მე ვთქვამ კითხავს, რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ? ყოისა დაუშვა შეცდომა, დაუშვა კი რა? არა. შეცდომა შეიძლება დაუშვა, შეცდომა როგორ არასაკმარისად იმუშავა კულუარებში? მათთან არასაკმარისად გამომართა, მაგრამ ნახეთ რა ხდება. როდესაც საქართველოს ხელისუფლება, პარლამენტის ხელისუფლება, მთავრობის ხელისუფლება, ოცნების ხელისუფლება ღებულობდა კანონს გამჭვირვალეობის შესახებ. და ჩვენ გვახსოვს როგორი ხმაური იყო, რა ხდებოდა და შემდეგ თქვათ LGBT ცხოვრების წესის პროპაგანდის შეზღუდვაზე. არაფრის აგზავნა მანდ არ იყო. არა, მხოლოდ პროპაგანდა იყო არასრულწლოვნებს შორის, ხო კანონში ესე თქვა, დიახ. პროპაგანდა, მხოლოდ თან არასრულწლოვნებს შორის. და ეს გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ დაწყებული 2013 წლიდან. აი, როდესაც 51 სკოლას თანხმობს ცხოველები დადგნენ. შესაძლოა მამაკაცები, ახალგაზრდები. გამოაფინეს ეს თავისი ფერები დროშები, შეიძლება თვითონ სრულიად ნორმალური იყო, დავალებას ასრულებდნენ. დაუწყეს უკაცრავად ერთმანეთს კოცნა ტუჩებში და ეს პლაკატები, რომ ესეც სიყვარულია. მათ შორის ქართულად, ამას პატარა ბავშვები გამოდიან სკოლიდან, ხო? და მე მითხრა
ეს სიცილით მითხრა შვეიცარიელმა ცნობილმა დიპლომატმა იმ დიპლომატებიდან იყო უშიშროების საკითხებზე რომ მუშაობენ არიან ასეთები და რეგიონს კურირებდა. სულ ცოტა გახსოვთ ეს პროტესტები რო იყო მე შემდეგ. დაახლოებით $9 მილიონი შემოვიდა ახლა თქვენთან თქვა. უკვე შემოაღწიესო. ამისათვის 4-5 NGO შეიქმნა. ამათში განაწილდება ეს ფული, სიამბლეში ეს ერთი სტრუქტურაა, ეს 4 NGO, მაგრამ აი მიმღებები გესმით. და წამოვიდა უკვე ბროშურები, გახსოვთ? კი, ნახეთ. უკვე იყო რომ აი როგორც საბავშვო ბაღებშია თქვა, სადმე სკანდინავიის ქვეყნებში ან ევროპის ქვეყნებში საბავშვო ბაღებში ეს მულიაჟები უნდა ნახონ, ყველაფერი უნდა აირჩიონ და მოკლედ არ გავაგზავნებ ამ თემას. ეს არ იყო რომ უცებ, აი არაფერი არ ხდება და უცებ თავრობას მოიდომა. ეს იყო პასუხი. შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც კი, მაგრამ პასუხი იმაზე, რაც უკვე ხდებოდა და რაც სხვათა შორის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში. თუ დემოკრატიაზე ლაპარაკი, როგორ შეიძლება მთავრობა იყოს არსებობდეს დემოკრატიული, არჩეული და იცოდეს როგორი განწყობა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში და მას არ ითვალისწინებდეს. აი მაშინ წერდნენ აი გამჭვირვალეობაზე და ამ LGBT-ს ბავშვებთან პროპაგანდის შეზღუდვაზე წერდა მაგალითად როდრიგო ბალესტერი, ცნობილი პუბლიცისტი, ბრიუსელში მოღვაწე. ეს არის სრულიად თვალთმაქცური კარგად ორგანიზებული ოპერაცია ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მთავრობის დაშინებისა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, აგერ სახში მიდევს ეს წერილი და მრავალი სხვა. ანუ არის ის მეორე მხარე რომ ხედავდნენ, მაგრამ ეს ტენდენცია, ეს ეგრეთ წოდებული რასაც ნიღბავდნენ მულტიკულტურალიზმით, ჩვენ ბატონო ლიბერალური ინტერნაციონალიზმი. ეს კი ისეთი რაღაცა, რომ ეთქვათ აზერბაიჯანია თავისი წესწყობით ოჯახის ინსტიტუტით, მოგეხსენებათ ქალის ფუნქცია რა არის ოჯახში, კაცის ფუნქცია, ეს გუშინ არ შექმნილა, ეს მოდის, ხო? და იმას რო უკარნახებ, რომ აი შენ ეს არ უნდა გააკეთო, შენ ის უნდა გააკეთო, ხო? გამოიწვევს მთელი მოსახლეობის რისხვას. მოგეხსენებათ და ალიევი ამ ხრივ ძალიან ყარად არის. ხო? და ძალიან სტაბილურად არის და ასე შემდეგ. აი ეს მოდიოდა და კიდევ ერთი რაღაცა მოხდა. მე მახსოვს შემოსული იყო გერმანელი ძალიან ცნობილი იურისტი, ასაკოვანი კაცი, პროფესორი იურისპრუდენციისა, რომელიც უშუალოდ უშუალო ევროკავშირის სტრუქტურებში როგორც მრჩეველი და როგორც იურისტი ამ კანონებს. და მან კერძო საუბრებში, გულახდილ საუბრებში თქვა: ევროკავშირი, ციტირებ, სხვაებიც ესწრებოდნენ, მოწვევები მყავს. ევროკავშირი კარგა ხანია დაემსგავსა ძალიან პრანჭია კაპრიზულ ქალბატონს, თქვა ამ ადამიანმა, პრიმადონა იქ, დივა. რომელსაც კატეგორიულად მიუღებელია, რომლისთვისაც ნებისმიერი კრიტიკა არ მოწონება. ეს პრანჭია ქალბატონი ევროკავშირით ცნობს მხოლოდ ტაშს და კომპლიმენტს, კომპლიმენტი და ტაში, მეტი არაფერი. ვაი თქვენი ბრალი თქვას იუმორით. ერთი რო წამოგცდეთ რაღაცა რო არ მოგწონთ, ხო? წამოსდათ კი არა, დაიწყეს პირდაპირ საუბარი, რომელსაც მივესალმებოდი და ვამბობდი, რომ შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც არის, მაგრამ ჯობია ახლა ასე. და ჩვენ გვახსოვს ეს. ჩემთვის კულმინაცია იყო, აი ესეთი გამყოფი ხაზი, როცა გამოვიდა პრემიერ-მინისტრი კობახიძე და თქვა, ეს 28 ნოემბერს იყო, ხო? თქვა, რომ ჩვენ დღესაც მზათა ვართ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება გაწევრიანებაზე ევროკავშირთან. თუ ხვალ უნდათ ხვალ მზათა ვართ, მახსოვს კალამი აჩვენა, აი ხელს მოვაწერ. მაგრამ იმისაც რომ შანტაჟის ბერკეტები აღარ აქონდეს ევროკავშირს, ზოგიერთებს იქა. ამიტომ ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ დავსვამთ ამას თვის წესრიგში, ვიდრე 28 წლამდე, ანუ ვიდრე ეს კადენცია ამ პარლამენტისა ვადა და შესაბამისად ამ მთავრობის. ჩვენგან არ იქნება ინიციატივა, ხას ვუსვამ, რამდენჯერმე გაემეორა. დღეს გავაკეთოთ. თან იგულისხმება რა? ნებისმიერ საკანდიდატზე, მოლდოვაზე, უკრაინაზე ბევრად უკეთესი მონაცემები აქვს ობიექტური საქართველოს და ამას აღიარებს ყველა ევროპელი ექსპერტი, უკლებლივი. არც კი ადარებენ. იქ სადღაც პარამეტრებია და საქართველოს არის თქვა მე-15 ადგილზე, უკრაინა იქ არის 97-ზე და მოლდოვა თქვა 107-ზე. შეიძლება შედარება?
არ შეიძლება. მაგრამ იმათთან ვიწყებთ მოლაპარაკებას, ასე ვთქვათ, გაწევრიანებაზე თქვენთან არა. თქვენ დაჯილები ხართ. გახსოვთ ჰერშინსკი რას ყვიროდა? პან ჰერშინსკი, რომელიც არის ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი თბილისის პოლონელი კაცი, ხო? და რომელიც ესწრებოდა მიტინგებს და ისეთ ტყილებს თავაზობდა ჩვენს მოსახლეობას, რომ აი გაუგნებული ვიყავი ხოლმე, მე ამას არ მეგობრობდი ევროკავშირის ხელმძღვანელებთან ტრადიციულად დაწყებული დენის კორბოითან და ახლა და კარგი ურთიერთობა მქონდა და ასე შემდეგ. გაუგნებული ვიყავი იმით, რომ თქვენო ეს ორი კანონი გაუქმეთო და შემოდითო გასავთ ევროკავშირში. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამორთე. ხო და ამ დროს საერთოდ ლაპარაკი არ დგას სინამდვილეში, რაც ჯეფრი საქსმა ბოლო დროს ძალიან კარგად ილაპარაკა რამდენჯერმე. ტანკები დგას სააკაშვილის მოყვანილი და ბიზამისის მოყვანილი, აგი 30 კილომეტრში. მძლავრი ბაზები დგას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. თავისი კონტინგენტი და შეერაღებით რეგიონისთვის მძლავრი ბაზებია. ხო? დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და თანაც თქვათ პირდაპირ, აი ეს უდიდესი მიღწევა სააკაშვილისა და მისი თანამზრახველებისა არის ის, რომ აწიმათ არაფერი არ აკავებს. საფასური ხო გადახდილია. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ მაშინ სანქციებიც კი არ დაუწესა. კი რა თქმა უნდა გვახსოვს. რუსეთს არც ერთ მხრიდან საფრანგეთმა 2 მისტრალი შეკვეთა მიიღო რუსეთისგან. კი და ბევრი რამე სხვა და გარდა ამისა, ესე იგი ობამა მაშინათვე წამოიწყო ხელახალიდან ერთად გახსოვთ, სხვადასხვა ეს მედვედევი და ობამა. შემდეგ სარკოზი და პუტინი. ობამას ჩასვლა მოსკოვში, MGU-ში მისი სიტყვა, რომ არავითარ შემთხვევაში ნატოში არ მივიღებთ ქვეყანას, რომელიც თავის საგარეო პოლიტიკას რუსეთთან დაპირისპირებაზე აფუძნებს. ერთი გვარი არა თქვა და სახელი, თორე დანჩენი ყველაფერი თქვა. ეს ყველაფერი იყო. აწი უკვე აი ამ ომის პირობებში ყირიმზე შემდეგ მიღებული სანქციებისა და უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, რაც რუსეთმა სანქციები მიიღო, დღეს რომ მოიფიქროს ვიღაცამ კრემლში რომ ასე ჯობია და შემოიყვანოს ტანკები თბილისში, არავითარი დამატებითი თავის ტკივილი რუსეთს. მოთხოვს ბატონო პეტრე, მე გამიჩნდა ასეთი ეჭვი, არ ვიცი მე იმედი მაქვს რომ ეს ჩემი ეჭვის დონეზე დარჩება და მე ტყუანი აღმოჩნდები. აი როგორ გაინაწილეს ხო? ჯერ არ ვიცით საბოლოოდ, მაგრამ აი ეს რომელიც დაკავებული აქვს რუსეთს და ტერიტორიები ფაქტობრივად რუსეთისთვის იცნეს. ეს ტერიტორიები რუსეთს თავის კონსტიტუციაში ჩაწერილი აქვს, უფრო მეტიც კიდევ. უკრაინაში, როგორც თავისი განუყოფელი ნაწილი. ალბათ დანარჩენი ტერიტორიის ნეიტრალიტეტზე იქნება ლაპარაკი და აი ეს სქემა რომ გადმოვიტანოთ ჩვენთან. უსათუოდ ჩვენთანაც აი მეც ანუ მე ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა უკრაინელო ტერიტორიებს კარგას, მაგრამ ჩემთვის უფრო სამწუხაროა ჩვენი მომავალი რომ დავინახე აქ. მე სხვანაირად ხედავ, მაგრამ მოგახსენებთ, ერთს ვიტყვი, რომ თავიდანვე კატეგორიულად გადაწყვეტილი ჰქონდათ ბრიუსელში, როგორც ნატო შტაბ-ბინაში, ის ევროკავშირის შტაბ-ბინაში, რომ სანამ ეს ვითარება სანამ ეს ბაზები დგას საქართველოში და დარღვეულია მთლიანობა და რაც თავარია რუსეთი, რომელიც რჩება გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად, ვინმე გარიცხა? არა. თავისი ვეტოს უფლებით ვინმე წაართვა? ხო? ისე აქვთ უფლება, შეუძლიათ, პრინციპში არ შეუძლიათ თუ მოინდომონ. გაეროს პრინციპში ყველაფერი შეუძლია, მაგრამ გამორიცხულია მოინდომონ. ამისთვის უნდა იყოს როგორც ერთა ლიგას საბოლოოდ ასკი რაც მოვიდა მოგეხსენება და ახალი უნდა შეიქმნას. ხო და აი ამ პირობებში გაწევრიანებაზე სერიოზულად არ ლაპარაკებენ და ერთს ვიტყვი შედარებისათვის, რატომ არის რომ უკვე წლები გადის და არც ანტიეროვნული ძალები ოპოზიციათ რომ ახსენებენ თავის თავს, ხო? არც არავინ სხვა არ ამბობს რომ ნატოს თემა რატო გაქრა? რატო აღარ ითხოვს საქართველოს რომ შევიდეს ნატოში? ნატო აღარ ამბობს, ბევრი ნატო საქართველოში და ბევრი საქართველოს ნატოში გახსოვთ ეს ლოზუნგი. რატომ რა ხდება? და ჩვენ ხო გვახსოვს როგორი მოთხოვნები იყო, როცა დავით უსუფაშვილი მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ოცნებიდან აცხადებდა ფორუმებზე, რომ თუ ამ სამიტზე არ მოგცემენ მაპს, საქართველოს დაიშლება.
დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, რუკიდან აილაგმება საქართველოს საერთოდ, ხო? არაფერი არ ხდებოდა ცხადი, მაგრამ რატო შეწყდა იცით? იმიტომ რომ მას შემდეგ რაც მონტენეგრო მიიღეს და ზოგიერთი სხვა მცირე ქვეყანა, რომელთა პარამეტრები იყო შეუდარებლად უფრო დაბალი ნატო სტანდარტებთან. მაგრამ არ იყო გეოპოლიტიკური პრობლემა და იმიტომ მიიღეს. და როდესაც დასავლეთის ყველა ექსპერტმა დაწერა, რომ ეს არის შემზარავი ორმაგი სტანდარტის მაგალითი, როცა მონტენეგროს ღებულობ, ალბანეთს ღებულობ, სადაც მაფიები თარეშია და არ ჩამოვთი დროს არ წავიღებ ამაზე. ნუ უბდივ სიტუაცია და საქართველოს ეუბნები დაეწია სტანდარტები. მონტენეგროს მაშინდელ პრემიერს ეძებნა პოლიცია, ნეაპოლის პოლიცია, ნეაპოლის მაფიასთან მისი კავშირების გამო და 23 წელიწადი იყო უკვე ამ დროს ეს კაცი უწყვეტად პრემიერი, რომელ დემოკრატიაზე იყო ლაპარაკი. ეგ მიიღეს ნატოში. და აი მაშინ რა ხდება იცით, როცა იმ საზღვარს ვახლოვდები, როცა ქვეყანა, კერძო საქართველო, ყველაფერს ასრულებს და ასრულებს ფრიადზე, და რჩება მხოლოდ ერთი პუნქტი. რუსული ბაზები და ტანკები და შენ კი ამას ვერ ამბობ. ევროკავშირი ხარ ან ნატო, გესმით? მაშინ რა უნდა ქნა ჩიხში ხარ? და დააბრალო საქართველოს ხელისუფლება. მაშინ უნდა თქვა, რომ იცით რა, აი როგორც სტოლტენბერგმა შემზარავი რამე გააკეთა. მონტენეგროს შეხედეთ, მივიღეთ, ხო? თქვენ ახლა უნდა იმუშაოთ. მე შევხვდებოდი ხოლმე ნატოს დიპლომატების გარდამსა მე ვკითხე, კი, მაგრამ სტანდარტები მითხარით. მოხსნა ჩვენი პრემიერი და მოგზავნოთ კაცი, რომელიც ძებნილია ნეაპოლის ან ჰამბურგის პოლიციით. ანდა მონტენეგროს რო ქონდა მაშინ ოფიციალური რეიტინგი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნისა მთელს ევროპაში და ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული, ანუ პოლისებზე ვართ. ავდგეთ და ჩვენ დავეწიოთ მონტენეგროს. კარგი რა მეუბნებოდნენ ისინი. ოკეი, ეს ხო პოლიტიკაა, როგორი პოლიტიკაა მეთქი? ძალიან ბიძური პოლიტიკა ხო არ არის? ვეკითხებოდი მათ. რა ხდება? სტოლტენბერგს რო ეთქვა, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ საქართველოს მიღწევებს და იმას, რომ ესე გაცილებით უკეთესია, ნუ დაასახელებ, ვიდრე ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ახლა მივიღეთ. მაგრამ ჩვენ ანგარიშს ვუწევთ გეოპოლიტიკურ ვითარებას საქართველოს შექმნილს. ანგარიშს ვუწევთ იმას, რომ შეიძლება ამით დიდი ზიანი მივაყენოთ, ხო? და ამიტომ არ ვღებულობთ. ეთქვა და მორჩა. არა. აიღეთ მაგალითი. შეიძლება იანკელიმ თქვა ამერიკის ელჩმა, ჩვენ არ გვინდა, იმიტომ არ ვაძლევთ მაპ საქართველოს. ინტერვიუში იკითხეს, რომ არ გვინდა, რომ განმეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წელს ბუქარესტის სამიტის შემდეგ. აგვისტოში. ხო, მაგრამ მაპს თუ მოგცემდნენ, მაშინ რომ მოიცათ მაპი არ მქონია ეს გამეორებულიყო, რაც 2008 წლის აგვისტოში. მაშინ რომ მაპი მოეცათ, ზარალი და მსხვერპლი საქართველოს იქნებოდა გაცილებით მეტი. მაინც დაგვესხმებოდა, ფიქრობ, თუ ერთმანეთს დაესხმებოდა თავს. არა, მაპი არავითარი გარანტია არ არის. არა, ეგ ვიცი რომ არავითარი გარანტია არ არის. არანაირი. და მედვედევმა თქვა, ბუშთან საუბარში მე ვთქვი, რომ მაპი რომ მოგეცათ, ჩვენი რეაგირება გაცილებით ხისტი იქნებოდა. ეს ასე, მაგრამ დაუბრუნდეთ აი რას ვეცანებთ, ხო? ეხლა ნახეთ. ჩიხური ვითარება, იმიტომ რომ რუსეთი კატეგორიულად ითხოვს ბევრი რამე გამოქვეყნდა ამ დღეებში, ბოლო ორ კვირაში, კატეგორიულად ითხოვს ყირიმის დე იურეთ ცნობას. ყირიმს ითხოვს. ყირიმის დე იურეთ ცნობას, რომ ამერიკამ ცნოს, სხვებმა ცნონ, პირველ რიგში დე იურეთ, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორია. მეორე პუნქტად არის ის, რომ რაც შეეხება დანარჩენ ამ ოლქებს, მოგეხსენებათ ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟია და ხერსონი. იქ თანახმარის რომ გაჩერდეს იქ, სადაც ეხლა არის. უფრო მეტიც არის მინიშნება, რომ ხარკოვის ოლქში რო უჭირავთ ეხლა რუსულ ჯარებს ნაწილი, იქედანაც კი გავალთ. ამას დავტოვებთ. არ არის პრეტენზია, რომ ეს ხაზი გადაეწიოს და მოიცვას მთელი ეს რეგიონები, რომლებიც როგორც თქვენ ბრძანეთ, კონსტიტუციით არის შესული რუსეთის ტერიტორიაში. და რუსეთი კონსტიტუციით ვალდებულია, რომ იბრძოლოს, რომ ეს რეგიონები იყოს, აი მართლაც დაცული და სახელმწიფო საზღვარგარეთ რომ იგაიოროს. ამაზეც კი მიდიან, მაგრამ ყირიმი უნდა იყოს დე იურე, ცნობილი. ეხლა ნახეთ,
შესანიშნავად იციან ძლიერი დიპლომატიური სკოლა იყო და დარჩა რუსეთის იმპერიაში. როგორც იყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში და დღემდე ამას ყველა უცხოელი აღიარებს, ხო? იციან რომ ამაზე ვერ წავა. ვერ ზელენსკი ძალიან რომ უნდოდეს. მე კარგად მახსოვს ზელენსკი მაშინ ჯერ კიდევ კომიკოსი და კავეინი და მოსკოვში იყოფებოდა მაშინ თქვა რომ რა თქმა უნდა ყირიმი რუსეთისაა. ეს ნათქვამი აქვს. მაგრამ ძალიან რომ უნდოდეს ამ კონსტიტუციას ვერ შეცვლის. მას არ ყავს არც რადაში მხარდამჭერები, არც ხალხში არ არის მხარდამჭერები, რომ შევცვალოთ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი, ასე ვთქვათ, ერის და ტერიტორიის გადასარჩენად რაც კი დაგვრჩა, აი დავთავთეთ რუსეთის ტერიტორია. de jure არა, de facto კელოგმა. აი გუშინ დღეს გენერალმა კელოგმა თქვა, რომ ჩვენ უკრაინასთან მუშაობთ და სულ ბოლო დღეებში გვითხრეს de facto ვცნობთ. რომ კი ბატონო ეს დღეს რუსეთისაა, მაგრამ არა de jure. ანუ ეს რომ ოდესმე შეიძლება ეს შეიცვალოს. გესმით? აი ესეთ ვითარება. ეს რო იციან რუსმა დიპლომატებმა, მათ იციან რომ დანარჩენი რას არ უნდა ჩაწერონ და როგორი რბილიც არ უნდა გამოჩნდეს ეს მათი ჩანაწერი, რომ აი ყველაფერს თავაზობთ, ამაზე ვერ წამოვლენ. ამას ტრამპიც ვერ გააკეთებს. ნამდვილად ვერ გააკეთებს. ტრამპ რომ იმართოს თავის კონგრესს და სენატს, რომ აი გჭირდება და მოდით ჩვენ ვცნოთ, რომ ეს არის რუსეთის ტერიტორია. აქ რა ხდება, იცით? ხდება ის, რომ მაშინ de jure უნდა გაუქმდეს მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის დამყარებული. რომ აი ასე ძალისმიერი მეთოდებით საზღვრის შესვლა შეიძლება. ყველა წინააღმდეგ ომს დაიწყებს მაშინ. ეხლა როგორ არის? აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ტრამპს რამდენჯერმე ახსენა, რომ ერთი ტყვიაც არ გავარდილა, ერთი გასვლას არ ყოფილა ისე დათმო უკრაინამ. ანუ ყირიმზე. ყირიმი, ხო? აი ეს არის მინიშნება იქითკენ, რომ თუ მოსახლეობა, ყირიმის მოსახლეობა, ასე თუ ისე ამჯობინა, რომ შესულიყო რუსეთში და იცით რეფერენდუმები ჩატარდა, პარლამენტის შეგროვდა და ასე შემდეგ, ხალხი ჩვენ ვიცით როგორი ოპერაციის შედეგად იყო ეს ყველაფერი და პუტინმა ამაზე გულახდილად ილაპარაკა წლის თავზე. ისიც კი თქვა, ვაკვირდებოდი დასვეთის რეაქციას და ყოველი შემთხვევისთვის მზადყოფნა გამოვაცხადეთ თერმობირთვულ ძალებში რუსეთში. ატომურ ამ თერმობირთვულ ძალებში, ხო? აი ეს, მაგრამ ეს მაინც მინიშნება, რომ იქ რო ყოფილიყო ბრძოლებით რო დაეთმოთ, სვა იყო, მაგრამ აი თითქოს ყველაფერი ასე შვიდობიანად, მაგრამ მაინც ეს მოსაოდნელი არ არის. და ვართ სადაც ვართ. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დიდი მეთობით ტრამპის საერთოდ გავა ამ მოლაპარაკებიდან. უბრალოდ დაანებებს თავს. და უფრო დაასუსტებინეს ერთმანეთს ევროკავშირს, ბრიტანეთსა და რუსეთს და უკრაინას და შემდეგ უფრო სარფიანად და კარგად შეინას დადებს. ევროპის მდგომარეობა არის ესეთი სავალალო იმ ხრივ, რომ ეს არის ბლეფი. აი როგორც არის ხოლმე პოკერში ბლეფი. არც საფრანგეთს, არც ინგლისს და არც გერმანიას დღეს და არც რაღაც ახლა მომავალში არ შეიძლება რქონდეთ ის რესურსი, რომ მართლა დაეხმარონ უკრაინას ისე და თან თავისთავად დაიცვან, რომ უკრაინამ რაღაცა გარდამტეხი რაღაც შეიტანოს ომში. გარდა ამისა, უკრაინას ყველაზე უფრო უჭირს ახლა ცოცხალი ძალა. არ შეუძლიათ მიწოდება, ხო? ბრიტანეთმა მხოლოდ 10,000 შემიძლია სამხედრო მოსამსახურე, დანარჩენი თქვენ დაამარცხეთ. სადა 100,000? 10 კი, მაგრამ ნახეთ, ეს მშვიდობიანი ვითარება რო იქნება, მაშინო. და უკრაინას დღეს სჭირდება რომ იბრძოლონ და თავისიანები ცოტანი არიან და გარბიან და აგერ კორუფცია ბძვინვარებს. ძალიან მაგ მე უკრაინელებთან მაგ კონტაქტი. აქ ცხოვრობენ უკრაინელების თბილისში და იქ ყავთ ოჯახის წევრები. ყვებიან გულახდილად. კოლოსალური თანხები რომ გათავისუფლდე ჯარიდან. $10,000 ავიდა გაქცევა ქვეყნიდან რომ გავგატარონ ოჯაკეტილია ქვეყანა რომ აწავიდნენ. და ასე შემდეგ. ასე რომ აი ეს ვითარება, ასე რომ აი ჩვენთვის ჩვენს უკრაინის კონფლიქტი რომ დასრულდეს, ასე თუ ისე დიდ გავლენას არ მოახდენს. ჩვენთვის თავარი არის ის, რომ აი შეძლო ხელისუფლებამ და მინიმუმამდე დაიყვანა ის სტიმული,
რუსეთის ხელისუფლებას რომ შესაძლოა კონდეს რომ რატომღაც თავისი ექსპანსია ნუ თავდასხმას ქვია არც ქვია რაც უნდა გამოიყვანს იმ ტანკებში ძალიან მარტივად ცხელი თავების დასაგონად კი მაგრამ ჩვენ ჯარი ყავს და ასე შემდეგ ხო იმ ჯარის იმედზე სხვისი შვილების ეს ძალიან მაოცებს ხოლმე რა რომ მაგრამ მეორე არის აი წარმოიდგინეთ კონკრეტულად წარმოიდგინეთ რომ დაიძრა ეს ტანკები გამოცხადა რომ ჩვენ ახლა თბილისში უნდა შევიდეთ და მოგეხსენებათ ანუ მოხდა ის მოდელირებული ქრონიკა რო იყო კი წამოვიდა ხო დაუშვათ რომ ჯარის რაღაცა ნაწილმა დაუშვათ ხო მე ვიცი რომ მთავრობამ მედგარი წინააღმდეგობა გამოუწია გაუწევს მაგრამ დაიწყო სროლა რამდენიმე ტანკი დაზიანდა და ასე შემდეგ რა მოხდება ამას მოხდება ის რომ ასეთ რაღაცას რუსეთის გენერალიტეტი არავის არ აპატიებს და ისკანდერები ხო გამოიყენოს 2008 წელს ოღონდ საჩვენებლად კი დაიბომბება თბილისში სრულიად არადისკრეციულად ნებისმიერი რამ ნებისმიერი და ეს ისკანდერები დგას ცხინვალის ბაზაზე კი დგას ტოჩკა უდგას და SS-ები დგას აფხაზეთში ხო ეს აფხაზეთში ასე რომ ძალიან სასაცილო იყო თქვათ ის რომ ირაკლი ალასანის განცხადებები რომ მეო ფრანგული რაღაცა შემოქონდა სისტემაო და დავფარავდეთ სას სისულელე აი ამ დროს უკვე სახმელეთო ძალები წაიღებენ იმ სისტემას რატოღაც დღემდე არაბომა ძალიან მკვეთრად 2008 წელს რუსეთის ჯარმა გაზი და საქართველოსდან 1-2 მილიარდი დოლარის სამხედრო ქონება. ეს საერთოდ ცალკე თემა არის და ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ზარალიზარა. ბატონო პეტრე, ზარალიზა, რომ ეს არც ერთი სამხედრო ანუ არსენალი, საწყობი არ აფეთქეს, რატომ გაატანეს? ეს ყველა მიცის, ხო ხალხი საკუთარ სახლს წავს, რომ არ ჩაუვარდეს ხელში როტოვებს. აი ყოველ შემთხვევაში აფხაზეთში ომის დროს ყველა სამხედრო საწყობიდან გაიტანეს რუსებმა 2008 წელს შეიარაღება. ხოლო ბევრგან რუსებმა აფეთქეს იგივე გორთან. იმის გამო რომ დაინახეს რამის ზიდვა უფრო ძვირი დაждდებოდა და ხوار დაგვიტოვებდნენ. და თვითონ აფეთქეს, თორე ისე კი არა. არა ეს კოდორის ხეობა გაძეზვილი იყო უახლესი იარაღით. მათ შორის ამერიკული ჰოსპიტალი ჩატანილი სპეციალურად $2 მილიონ უფრო ძვირი სააკაშვილის ბრძანება აქვს გაცემული ნეტაი კომისიამ ამასაც მიაგნოს კოდორის ხეობიდან სოხუმზე შეტევისა კიდე კარგი არ შეასრულეს სამხედროებმა რომელიც იცოდნენ რომ ეს არის უბრალოდ თვითმკვლელობა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაწყვეტა მეტი კი არაფერი ხო აი ესეთი გეგმები იყო და ყველაფერი ჩაბარდა იქ რაჭაში შეტევა იყო და 20-ზე მეტი სამხედრო მანქანა იდგა და ყველაფერი ჩააბარეს ყველაფერი და ძალიან დიდი იგივე შეიძლება მოხდეს საქმე. მოკლედ რაზე დავდივარ იცით აი ჯეფრი საქსმა ამ სოფლიოში სახელგანთქმულ ეკონომიკოსმა და ანალიტიკოსმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ამას წინათ მისცეს როგორც იქნა ეს პლატფორმა ევროკავშირის პარლამენტში და იქ ყვება ძალიან მნიშვნელოვან რამეს რომ 2021 წლის დეკემბერში ამბობს საქსი მე დაურეკე ჯეიკ სალივან და სალივანი იყო მაშინ თანაშემწე ეროვნული საკითხებში თვით ბაიდენის რომელსაც ახლოს იცნობს ესაც მუშაობდა ადმინისტრაციებში საქსი და არაერთხელ სანამ არ გარიყეს განსხვავებული აზრის გამო და უთხარი ჯეიკ ხუპავთ უკრაინას ხუპავთ უკრაინას რა ნატოში შესვლის დაპირების გამო ხუპავთ ამ ყველა ქვეყანას და სალივანი რომელიც იყო ყველაზე ასე თქვა თავშეკავებული ამ პოლიტიკის ხრივ და რომელიც არასოდეს არ ურჩევდა ესკალაციას ბაიდენს და სხვებს თქვა რომ გაჩერდი ჯერ დაწნარდი უკრაინას არავინ არ აპირებს რომ მიიღოს ნატოში უკრაინა არავინ არ აპირებს ეს არ იქნება კი მაგრამ ვეუბნები მაშინ თქვით ეს საჯაროდ რომ განიმუხტოს სიტუაცია და არ მოხდეს ომი ამაზე სალივანი ეუბნება არა ამას ვერ ვიტყვით ხო და მთავარი ფრაზა და მაშინ ჯეფრი საქსი ეუბნება ესე იგი ჯეიკ რა გამოდის ამ ხელა ქვეყანა უნდა გაწიროთ იმის გამო რას გეგმაშიც კი არ არის? ხო და ნუღელავო ეუბნებოდა ხო? ნუღელავო. მეორე ვინც ამბობდა ნუღელავო იყო თავისი ერის და სახელმწიფოს ნამდვილი მოღალატე ზელენსკი,
რომელიც ბაიდენი რო საჯაროდ ამბობდა დღეს ხვალ ამ დროს დაიწყება შეტევა უკრაინაზე, გამოდიოდა პასუხად და ამბობდა მიმართავ ამერიკის პრეზიდენტს ბაიდენს, ნუ ამბობთ ასეთ რაღაცას, არავითარი ომი არ იქნება. და ამიფრთხობს ეს კაცი ინვესტორებს. ყველა შეუძლია შევიდეს და ნახოს არქივში ეს ყველაფერი, ეს ხო ღალატია. და ამ დროს განამა მოხდა ხერსონისკენ გზისა ყირიმიდან. და დღემდე არის გამოძიებული ბევრი სხვა რამ, რაზედაც ვაშოეს კარგი ხნა ძალიან პაპუაშვილმა რომ მოყვა, შალო პაპუაშვილმა რომ მეორე დღეს შევხვდით სალომე ზურაბიშვილს, ქალბატონი სალომე მაშინ არ იყო ერთადერთი ლეგიტიმური სტიპენდიატი მაკეინის ინსტიტუტისა, ხომ იყო პრეზიდენტი. და გვითხრა ზელენსკი ომობს, ის უკვე ნამდვილი გმირია და თქვენ რა საპირედა, ჩვენ ვთქვით რომ არ არის ჩვენთვის ეს გმირი. ნუ სხვანაირი შეხედულება ქონდა ცხადია ზელენსკის მოქმედებაზე. ამას მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკაში ახმა მთავარი და ახმით ის არის გმირი. მართლა სოფლიოში ჩერჩილს უწოდებდნენ ამ კაცს. დასავლეთი უწოდებდა ჩერჩილს. ამერიკის კონგრესი როგორ დახვდა, როგორ აპლოდისმენტები. ასე რომ აი ვუბრუნდებით იმას, რომ რა თქმა უნდა ის რაც უკრაინაში ხდება და გაგრძელდება და რისი ზუსტი პროგნოზირება არავის არ შეუძლია დღეს, გარდა იმისა, რომ ყველა ნიშანი იკვეთება იმისა, რომ ტრამპი უბრალოდ გავა უბრალოდ და რას დაიტოვებს, იცით? ეხლა ხელი მოეწერა ამ ხაშკროს წიაღისეულს. 10 მთავარი პუნქტი გამოყარებულია, დილით ვეცნობოდი, ხო? ეხლა რა არის? მათ შორის პუნქტი ასეთია, აი ხო თქვა რომ 50 მილიონისა შეისყიდონ. ვისაც უნდა იმას მიყიდეს იარაღს ტრამპი. ფულია შეისყიდონ, უფრო მეტიც. რომ მისცენ რაღაცა იარაღი შეერთებულმა შტატებმა, ეს ავტომატურად ჩაითვლება იმ იარაღის ფასი. თქვათ ახლა მეორე 50 მილიონი რო წავიდეს, რომ უკვე შეიტანა შეერთებულ შტატმა თავისი წვლილი ამ ფონდში. რომელიც შეიქმნა ერთობლივი ფონდი. ანუ მე დოლარებს კი არ შევიტანა, აი შენ ხო თხოვე იარაღი, ხო მიიღე? ნატურით, კი ბატონო. აი ესეთი რაღაცეებია ჩადებული. და ამ პირობებში ფაქტია, რომ უკრაინის დიდი ტრაგედია კიდე გარკვეული დროის განმავლობაში ყველა შემთხვევაში გაგრძელდება. ან თქვენ არ ელით ომის დასრულებას, მაინც სანამ რაღა არის გასანაწილებელი. მოდრიკონ ბოლომდე უკრაინა თუ რუსეთს მადა შეუმცირდეს. იც როგორ არის, იმდენი კი შეუძლიათ ევროპელებს, რომ თქვათ, აი საფხულამდე ზოგი ამბობს სექტემბრამდე უკრაინაში. აგვისტომდე გააგრძელა რადამ საგანგებო მდგომარეობა. კი და ასე შემდეგ. ამასობაში თქვათ, ეს ალბათ ფანტაზიის უფრო ნაყოფია, მაგრამ ამას მე მაგალითად ვერ შევაფასებ ზუსტად, რომ ნიშნები არის ფინანსური კოლაფსისა რუსეთში. დაბა ამაზე აშენებენ ახლა, რომ ფინანსური კოლაფსი თუ დაიწყო და ჰიპერინფლაცია თუ დაიწყო და პუტინს თუ მოუწია დაზგის ჩართვა და მონეტების ბეჭვდა დაბასობაში ნავთობის ფასაც დააგდებენ დავარდება და რაღაცა ხო შეიძლება მაშინ რუსეთში შიგნით რაღაცა მოხდეს აი ეს მე ხოლმე მე ეჭვება მე ახლა ვერ ვიტყვი რომ რუსეთი აღარ არის კომუნისტური და არიან იქ მართლა მილიარდერები და მათ ჯიბეზე თუ შეეხო მათ ძალიან დიდი ძალა აქვს ამ გარემოცვას მაგრამ მეორე მხარე არის რუსეთის მოსახლეობა და ყველა გამოკითხვა და ამას აჩვენებს რეალური გამოკითხვები აჩვენებს იმას რომ რუსეთის მოსახლეობას არ უნდა ახლა ომის შეჩერება იმ პირობებით რა პირობებით ახლა არის ხო ისინი გაგრძელება პროპაგანდამ ნაწილობრივად და ცოტა იყოს გამიკვირდა მეც კი პროპაგანდამაც შეიტანა დიდი წვლილი და სხვა განწყობა როგორია რომ ცოტას მოვითმინოთ ცოტას გავიჭიროთ გავუძლოთ და იმ თელ ნატოს და დასავლეთში ხმახმა როგორია აი ახმა რუსეთის მოსახლეობაში ახმა არის ისეთ რომ ვებძვით არა იმ უკრაინულ ნაცისტებს არამედ ვებძვით თელ დასავლეთს უფრო მეტიც სამყაროს ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ბევრს მიაჩნია მე ზუსტად ვიცი რომ დაასწრო პუტინმა დაასწრო იმიტომ რომ არა მისი ეს ასე ვთქვათ მოქმედება 22 წელს თებერვალში შეტევა კიევზე ახლა უკვე ბრძოლები იქნებოდა მოსკოვთან და არა იქ ამით მაინც დაასწრო აი ეს განწყობებია ასე რომ ამ ხრივ ბევრმა რუსეთთან წასულმა პოლიტოლოგმა ძალიან კარგები წავთ დაწერა რომ პუტინსაც ძალიან გაუჭირდება უცებ და ამოხრჭოს და უთხრას თავის ხალხს რომ იცით რა ახლა უნდა გავჩერდეთ და
და ამ პირობები უნდა მივიღოთ და თუნდაც ყირიმზეც თვალები დავხუჭოთ, რომ არ უნდათ რომ დე იურეს ცნონ, ეს მისთვისაც დიდი პრობლემა შეიძლება იყოს. ესეთ ერთ გამოდის რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელსაყრელი ომის გაჭიანურება, რუსეთისთვის რაღაცა მხრივ ხელსაყრელია, უკრაინის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია, ვისთვის არ არის ხელსაყრელი? ხალხისთვის, უკრაინაში ხალხისთვის და რუსეთშიც არიან ბევრი, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი, ოღონდ უმრავლესობას არ წარმოადგენენ ცხადია და მით უმეტესად აქტიურობას, რომლებიც ხედავენ, რომ ეს ქვეყნისთვის ჯამში ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. და ბატონ პეტრესიც მინდა რომ თქვა ორიოდე სიტყვა, აი კაია კალას, მას უცნაური განცხადება არის, დიდ უცნაურობებს აკეთებს ხოლმე ეს ქალბატონი, მაგრამ აი მოლდოვას უთხრა თქვენ უსაფრთხოებაზე დგას ევროპის უსაფრთხოება, ეს რა გზავნილი იყო? ეს არის პროვოკაცია მორიგი. ეს არის ეს ქალბატონი, რომლის მეუღლე ხილებული იყო იმაში, რომ ბელარუსის გავლით მისი ფირმის წარმოება გადადიოდა რუსეთში და ხმარდებოდა სამხედროებს და სამართალდამცველების სამეფო. პრეზიდენტი იყო თუ პრემიერი მაშინ ესტონეთის? პრემიერი იყო. იყო სკანდალი, იყო მოთხოვნები მისი გადადგომისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპაშიც და შედეგიც ვიცით, გახდა ევროკომისარი. და აი ამაზე დაწერა, თქვა, იგივე ანატოლი ლივენმა, სოფლიოს ერთ-ერთმა წამყვან მეცნიერმა, რომ ეს არის ასტიკალი, რო გახდა ევროკომისარი, თავისი აი ამ მილიტარისტული განწყობებით, ერთი მხრივ, მეორე მხრივ ოჯახური ბიზნესით, ხო? აი ეს არის მანიფესტაცია ევროპის სულიერი მდგომარეობის ევროკავშირის. ეს არის სიგიჟე. როცა ესეთ ქალს ნიშნავენ. ბორელი რო ბორელია, ის სხვა დონის პოლიტიკოსი იყო და სხვა დონის მოღვაწე იყო და ბევრ რამეს სხვა სწორს ამბობდა თავიდანვე. ეს მაგალითად ვერ შევადარებ. ეს სხვა რამეა და ამ დროს ახლა ნახეთ როგორ შეიძლება მოლდოვაზე გადიოდეს ევროპის უსაფრთხოება. იქ დგას რუსის ჯარი. კი, ნაცისტური ჩხოზიდი ბაზა აქვს რუსეთს. იქ დგას ეს გენერალ ლებედი იმას ხელმძღვანელობდა თავის დროს, ხო? ესე იგი მოლდოვამ უნდა გაწიროს თავი მთლიანად, მაინც ვერ შეაჩერებს. მაინც ვერ შეაჩერებს და როგორ არის? იცით აი რაც გერმანიის თვალშორის აი საინტერესო რომ გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ კაცმა კალმა თქვა პირდაპირ აი ომი თუ გაგრძელდება ევროპაში, უკრაინაში გაგრძელდება 30 წლამდე, 28-30 წლამდე, ეს ბევრად შეამცირებს იმის ალბათობას, რომ ამასობაში რუსეთი დაგვესმება თავს ჩვენ, ევროპულ ქვეყნებს. ამ დებულებიდან პირდაპირ გამომდინარეობს, რა მომდით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გახანგრძლივდეს. შევუკეთოთ შეშა და ასე შემდეგ, რომ იქ ცეცხლი არ ჩაქრეს, ხო? ეს პირდაპირ გამომდინარეობს იქიდან და იმიტომ უნდათ მეორე ფრონტი. და როგორ არა ვთქვათ ახლა აჩვენეს და მე მგონია ეს კიდე ბევრჯერ უნდა აჩვენონ ამერიკელი პოლკოვნიკი. აშკარა წესიერი კაცი. ჩემი თვალით უყურე იმედზე იყო მე მგონი. ხო? აჩვენეს რომელიც ამბობს, რომელიც იქ მუშაობდა საბჭოთა დეპარტამენტის შესაბამის იმაში სტრუქტურაში თუ პენტაგონში, რომ ესე იგი ჩვენ რა თქმა უნდა გვინდოდა ჩვენ თავის თავს კი არ გულისხმობს ამ სტრუქტურას. ამ თავრობის ჩამოშორება და მანამდე ყოფილი მთავრობის დაბრუნება. საქმე ისაა, რომ ეს მთავრობა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რომ ჩართულიყო ომში, საომარ მოქმედებაში. ხოლო ჩვენ ვიცოდით, რომ ძველი მთავრობა რო დაბრუნებულიყო, ისინი ჩვენს ამ მოთხოვნას შეასრულებდნენ და ჩაერთვებოდნენ. ამიტომ ამაში ჩართული იყო და ბატონი პოლკოვნიკი კოლონელი ჩამოთვლის. რა თქმა უნდა, ისეთი სტრუქტურები, როგორც IRI, რესპუბლიკური ინსტიტუტი თბილისში არის, როგორც NDI, დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც არის FADI, დემოკრატიის განვითარება, როგორც არის USAID-ის შესაბამისი პროგრამები, ყველაფერი ეს ამაში ჩართული იყო. და იმიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი. ეხლა ასე მკვეთრად ოცნების ლიდერებს არ უთქვამთ ამ დახმარებაზე, რაც პოლკოვნიკმა თვითონ მოყვა. და მე თქვა ძალიან საინტერესო რამ. მაგრამ ოცნებამ აირჩია საოცრად დაბალანსებული პოლიტიკის გატარება.
პოლიტიკისა, რომელიც გულისხმობდა ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას, როგორც ევროპასთან და ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე შეერთებულ შტატებთან და ასევე რუსეთთან. აი ეს არის ამერიკელი პოლკოვნიკის ესეთი გამოსვლა და აი ეს ბევრ რამეს ასე ვთქვათ ხსნის ცხადია. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. მე თქვენ გემშვიდობები და ერთმანეთს შეხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.